გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების მთავრობებთან თანამშრომლობით დანიაში შეთანხმდნენ გამოყონ თითქმის 2 მილიარდი ევრო არქტიკის რეგიონში სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ ისაუბრა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარებაზე. მან სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა. დანიის პრემიერი მეტე ფრედერიკსენი თავდაცვის სფეროში ევროპული თანამშრომლობის საკითხის განსახილველად ბერლინში, პარიზსა და ბრიუსელში გაემგზავრა. ჩვენ გვჭირდება წინსვლა ევროპაში, გვჭირდება უფრო ძლიერი და მტკიცე ევროპა, რომელიც უფრო მეტად დაიცავს თავის უფლებებსა და ევროპულ ინტერესებს. ევროპამ უნდა განსაზღვროს ჩვენი კონტინენტის მომავალი. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია. For our own security, strengthening our defense industry. ფრედერიკსენი შეხვდა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. ტურნე კი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრით დაასრულა. მას პირდაპირ არ უხსენებია დონალდ ტრამპის მუქარა, თუმცა ისაუბრა ევროპის ინტერესებზე, ატლანტის ოკეანის გადაღმა და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე.